დღესვე თბილისში საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია გაიმართება. ამჯერად ევროპის მოედანზე აქცია კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული პლატფორმა. აქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უკვე ანა ბროლაძე მოგვაწვდის. ანა, გისმენთ, როგორც ხვდები, უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები. ნამდვილად მე ვირჩევ ევროპას ამ აქციის დაწყებამდე ოფიციალურად რჩება 3 საათზე ნაკლები დრო. საბოლოო სამზადისი მიმდინარეობს კონცერტი სცენაზე მუსიკოსები გადიან რეპეტიციას. დღეს ათმოსული ადამიანების წინაშე წარგება დაახლოებით 20-მდე შემსრულებელი სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ათმოსულ ადამიანებს თბილისის მოედანზე შესთავაზებენ სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკას. მთავარი ლოზუნგით მე ვირჩევ ევროპას პარალელურად შეიძლება ასე ითქვას. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი არის 105 არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი ამბობენ, რომ ევროპული ფასეულობები და ღირებულებები, რომელზეც საუბრობს ხელისუფლება, არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების მიღწევა და მხოლოდ პოლიტიკოსები არ უნდა გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას და დღეს რიგითი ადამიანები, უბრალოდ მოქალაქეები ამბობენ თავიანთ თქმას, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი. სწორედ ეს არის დღევანდელი აქცია კონცერტის მთავარი ლოზუნგი. ჩვენ გვინდა ევროპა. ევროპა არის ჩვენი სახლი. რას თავაზობთ? რატომ უნდა მოვიდეს ადამიანები? მოусმინოს კარგ მუსიკას, გაერთოს, აი რამდენი ბუშტია, რამდენი დროშა, რამდენი მეგობარია და დაგვიმეგობრდეს და ეცადოს რომ ჩვენს ჭკუაზე იყოს. ხანდახან საჭირო ხომ ჩვენთან შევახსენოთ თუ რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, რომ ეს არის უსაფრთხოება, ეს არის უკეთესი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თანასწორობა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ 115-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციამ პლატფორმამ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გზავნილი, ყველაზე კარგი გზა იმისთვის, რომ აღვენიშნა, ასე ვთქვათ, საქართველოს მზაობა და მისწრაფება ევროპისაკენ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი სხვადასხვა განსხვავებული აზრებისა, მიუხედავად ჩვენი წარსულისა, მიუხედავად ჩვენი რელიგიური მრწამსისა და სხვა განსხვავებულებებისა, ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ალბათ ამ აქციით ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ჩვენი არჩევანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გზას არ გადაუხვიოთ. თავადალი ღონისძიება არის არასამთავრობო ორგანიზაციებით ორგანიზებული, თუმცა ამის მიუხედავად, რომ სცენაზე წარდგებიან სხვადასხვა მუსიკოსები, მწერლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მიმართავს აქციის მონაწილეებს, არის სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. ამის გარდა დღეს ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარტოვაშვილის. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა ევროპის მოედნიდან.